საქართველოს ტაიკვანდოს ახალგაზრდული ნაკრები პოლონეთის ღია პირველობიდან 4 მედლით დაბრუნდა. ვარშავაში 20-21 სექტემბერს გამართულ პრესტიჟულ ტურნირზე აკაკი ცენტერაძის გაწყნილი 6 ქართველი ასპარეზობდა, რომელთაც კონკურენციას 27 ქვეყნის 800-მდე სპორტსმენი უწევდა. ამ სახეობაში პატარა შედეგის კი არის ძალიან ძნელი სახწევი. ჩვენ ბიჭებმა გამოუჩინეს თავი და აჩვენეს ძალიან საუკეთესო შედეგები. ჩვენ ავიღეთ 1 ოქროს медаლი, 1 ვერცხლის медаლი და 2 ბრინჯაოს медаლი. სულ ვიყავით 6 სპორტსმენი წარდგენილი და ეს 6 კაცში 4 медаლი ეს არის ძალიან დიდი შედეგი, ესე ვთქვათ. მე ვიტყოდი, რომ ესენი არიან სპორტსმენები, რომლის იმედით ჩვენ გვაქვს მომავალში უფრო მეტი შედეგების ჩვენებისათვის. უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვება შეძლო 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბადრი პაქსაშვილმა. ვერცხლის медаლი აიღო ბექა ქავთარაძემ, რომელიც 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. კვარცხლბეკის მესამე საფეხური კი გიორგი ხურცილოვამ და ლევან დოღონაძემ დაიკავეს. ძნელი იყო, რადგან 21 ქვეყნის 800-მდე წარმომადგენელი იყო. ამიტომ გაგვიჭიდა, მაგრამ რა თქმა უნდა, გავიმარჯვეთ და მედლები ჩამოვიტანეთ World Champion. საერთაშორისო ტურნირზე მომიწია 4 ბრძოლის გამარტვა. მოვიგე აქედან 3 ბრძოლა და ფინალი წავაგე ბელარუს სპორტსმენთან. მნიშვნელოვანი იყო ეს ბრძოლები ჩემთვის, და დიდი იმედები მაქვს, რომ შემდეგში ეს გამომადგება. რამდენიმე დღის წინ კი კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი ტაიკვანდოისტი ევროპის კადეტთა ჩემპიონატის медаლთან იყო ახლოს, მაგრამ გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ტიტულოვან მეტოქესთან დამარცხდა, რაშიც როგორც თავად ამბობს, დიდი წვლილი მსაჯებმაც შეიტანეს. მე ვიყავი წასული ევროპის ჩემპიონატზე 21 წლიანები ავსტრიაში, სადაც მოვიგე 2 ბრძოლა და მესამე ბრძოლა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, რადგანაც ვიღებდი медаლს და რაღაც პატარა მიზეზების გამო დავმარცხდი საეჭვო გადაწყვეტილებით და მომავალში ვიმედოვნებ, რომ უფრო მოუმატება ასე ვარჯიშს და შეჯიბრების და ასე ვთქვათ медаლს ავიღებ. გვაქვს ძალიან დიდი იმედები, ჩვენ ამ შეჯიბრებით ასევე ვამოწმებთ და უყურებთ სპორტსმენებს, ვის რა შეუძლია გააკეთოს. ვიზე შეიძლება იმედები დამყარდეს, რომ ის თანხა, რასაც ჩვენ სპორტის სამინისტრო გვირიცხავს სპორტსმენების მომზადებაში, რომ სწორა იყოს გამოყენებული და სწორა იყოს მიმართული ამ სპორტის განვითარებისთვის. ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენი ამოცანები, რომ ეს მინდა რომ გავაკეთოთ ამ მიმართულებით. საქართველოს ნაკრები უახლოეს მომავალში კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირზე უკვე რიგაში იასპარეზებს. შეგახსენეთ, რომ ტაიკვანდო ოლიმპიური სახეობაა და ასეთ ტურნირებზე მიღწეული წარმატებებით ოლიმპიური ლიცენზიებისთვის ბრძოლის შანსიც ჩნდება.